მარიკა ის რა ქვია იმას ჩემი სუნამო სად არის? არ ვიცი. არ იცი? ჩემი სუნამო ვეძებ გადავანგრიებ თელი სახლი მარიკა იქ არ არის, აქ არ არის, იქ არ არის, სად არის მარიკა? არ ვიცი ირაკლი. მოგაძებნინო? ჩემი სუნამო სად არის ახალგაზრდა? ჰა? ჩემთან. და რატო? რატოა შენთან? რატო? ჩემი სუნამო შენთან რატოა? რატო ვერ ხვდები ხამხილა პროფესორი კაცი როგორ მაოცებ ხოლმე რა. ხო, აბა მიხსენით ერთი. გისმენთ. მე ხო ცხოვრობ შენთან. რას მელაპარაკები? ხო. ჩემთან ცხოვრობ. ხო ცხოვრობ. და შენი სუნამოც არის ჩემთან. რა არის მე? რატო უნდა მივხვდარი? კომპენსაცია რა, კომპენსაცია. მიდი კაცო აქედან რა რაღაცებს მასხარა ოფერ მიშლი დილიდან ნერვებს. ჩემ აბაზანაში ხო შედიხარ. ჩემს საპონს ხო ხმარობ, ჩემს წყალს ხო ისხავ და ჩემს შამპურს ხმარობ კიდე. ჩემ ბალზამს. აჰა. ჩემი პერანგები გაცვია. ხო და ისას შვები. ყველაფერი ჩემი გაქვს და ჩემს სახლში ცხოვრობ და ისა რა ქვია, ჩემ ტელევიზორს უყურებ და ჩემ მუსიკას უსმენ და ჩემ აივანზე გადიხარ და ჩემს სურამოს ისხავ კიდე. და შენზე ვფიქრობ ირაკლი. მორჩა. აი ახლა უნდა დავიწყო მე სადამსჯელო ზომების მიღება. ოპერატიული სადამსჯელო და გადამჭრელი და გადამწყვეტი ზომების მიღება. დღეიდან ვერც ერთ ჩემ ნივთს ვერ შეეხები შენ. რა და რაც გაიგე, ვერც ერთ ჩემ ნივთს შენ დღეიდან ამოვიდა ყელში. აი შენ ეხა მაგას მართლაც ამბობ? დიახ. შენიც მე ვერ შევეხები. დიახ, დღეიდან აი ამ სახში არის ასეთი კანონი. შენ ვერ შეეხები ვერც ერთ ჩემ ნივთს და მეც არ შევეხები შენ ნივთებს. ნუ აი დაუშვათ რომ კონდეს ეხა არა გაქვს, მაგრამ რო იყოს ეს ნივთები, ან პრიმი შევიტანოთ რაღაც კანონში, რო იყოს ასეთი ნივთები ბუნებაში რო არსებობდეს, არ შევეხებოდი. არ შევეხო. არ შევეხო. მართლა ამბობ ამას? მართლა? რომ მე შენ ნივთებს არ შევეხები. რა თქმა უნდა. ხარად გახარ მაგ შესიტყვებზე. Yes, of course. მარიკა, აი შენ მეუღლები რა მეთქვა? შენ ჩემ ნივთებს შენ არ შეეხებიო? არასოდეს. კი ბატონო. არ შევეხები არაფერს შენ ნივთებს. დიახაც არ შეეხები. და ძალიან ეკითხო ეს ორი გილი შემიყარი, იმიტომ რომ ამისი გაანებე მარიკა მაგ პერანგს თავი. შეეშვი. აი ასე. შეეშვას? შეეშვას. რასაკეთებ? რასაკეთებ? რა? აი, შენი ნივთი კი ბატონო. დიდი მადლობა. არა, არც. არ მით. გამელოდია. ნუ, გელოდები ასა და მეჩქარება. კარგი ირაკლი რა, ახლა მასე რო ელაპარაკები მართლა წავა და ნახავ. მოიცა რა, წავა არა, ეს წასულია უკვე მიდის ბათუმის მატარებელზე ზის. მოიცა რა. რა დაუნდობელი ხარ ხოლმე ზოგი. კარგი რა მარიკულა რა, ნუ გიყვარს ესეთი მაღალფარდოვანი ესეთი დაუნდობელი არა ის ვარ. აი? შენი პერანგები. თხილად დავაწყოთ რა. თხილად. აი შენი მაისური. დიახ, მადლობთ. აი შენი ეს რა არის? რაც არის? დიახ. აი ეს შენი. ესეც? დიახ. საფულე. ჩემი ნაჩუქარი საფულე. და იმედია ჩემი ნაჩუქარი 20 ლარიანებით დავს შიგნით, ხო? ნუ მაწყვეტილებ ძალიან გთხოვ რა. გამომართვე შენი საფულე. კი ბატონო. აი შენი წიგნი. კი ბატონო. ეს შენი პეიჯაკი. ეს მომწონს. დაამთავრე? დაამთავრე. ყველაფერი გამოიტანეთ? ყველაფერი გამოიტანეთ. დააბრუნეთ ყველაფერი, დააბრუნეთ. დააბრუნე ყველაფერი. ძალიან კარგი. ახლა შეგიძლიათ მიბრძანდეთ ჩემი სახლით. რა?
გამიმეორო? დიახ. შეგიძლიათ მიბრძანდეთ ჩემი სახლი. დავიდე ხამე. აბა რა უნდა გქონდეთ? გამარჯობა. ვერწავა. რატო? ვერწავა, იმიტომ რომ შენ ამითხარ ჩემს სახელი არ მოგიდო არაფერს, რომ ეს შენი კარებია და შენი სახელი. მე არ მოგიდებ. მაშინ მომწეს ხელები ძიში მე თუ იმას მოგიხარ. არ გინდა ეხლა ეს. მიდი უპასუხე კაცო ბერს ლაპარაკი. რა გინდა? მომწეს ხელები გინდა? ჰა? შენი ნიფია და აიღე და უპასუხე. არ უნდა მაგას. დიახ. გამარჯობა. არა გენაცვალე აქ აღარ ცხოვრობს. დიახ. არ ვიცი, კარგად ბრძანდებოდ. ძალიან გთხოვ შენი სამსახურის საკითხზე აქ აღარ დარეკონ მეტი. რა? კარგი რა, ირაკლი რა, კარგი რა. რანაირად იცი ხომბე რა? რა ვიცი? რა მოიჩდი? ალო? დიახ მე ვარ. ბატონო გითხრი მძანდებით. რა? თატო გაგითიშეთ ყურმილი? აქ ცხენია გოგის ურთი შავ ყურმილს, ა? კაი საქციელია ეგ? აი ეს ნუ უყურებ ეს ჩემი ტელევიზორია. შენი ტელევიზორი არ არის მარტო. ნუ უყურებ ეს. კარგი რა. არ არის შენი ტელევიზორი ეს. აბა ვიცი. ჩემი ტელევიზორიც არის. როგორ არის შენი ტელევიზორი? როგორ არის და მე რო ძველი არ გამეტიხე ამას ხო არის. ესე იგი ჩემი ტელევიზორი ეს. ნუ უყურებ გადი იქით. უყურებ. ნუ უყურებ. მარიკა. ნუ უყურებ. მიდი რა. არ არის შენი ტელევიზორი. მარიკა. ბატონო. ძალიან გთხოვ გაახსენეთ ირაკლი ჩხეიძეს დენის ფული ვინ გადაიხადა ამთვის. ვინ გადაიხადა? არა ხა მე რა ფულის გადახდაზე კი არ ვაპარაკობ კაც. ვინ ჩავიდა და ვინ გადაიხადა? შენ ჩახვედი დათო და შენ გადაიხადე. მე რა? ხედა? რას ხედა? ხედა? რას ხედა? მე ჩავსულ ვარ და მე გადამიხდე ამთვის დენის გადასახ. მე ის რომ ა? ეს რა ქენდა გამურთი? გამურთი ეს ერთობა ტელევიზორი ხო? პირველად და ხე? გამურთი არ უყურებ ამას. ეხა მართლა წადი. გაბრაზდი ხა? დიახ. გაბრაზდი პროფესორო? დიახ. წავიდე? წადი. არ წავალ. წახვა. რა უნდა მიშავთოს? რა უნდა? მანახე ვარ. აი, უყურე. აჰა. ოდიში. ჩაი. აიდო. ო, ცოტა ხანი ჩაითვლა ტელევიზორი. რას ველაპარაკე? სხვათა შორის აჭარას არ უყურე ჩემი არქია ის. ლაზღან დარა. რა ვარ? ლაზღან დარა. ლაზღან? დარა. დარა? დიახ. ლაზღა მაინც გეთქვა. დარა რა არის? ეს უკვე ნამეტანია ირაკლი ჩხეიძე. ლაზღან დარაც ყოფილი ვარ დარა. აი. რა გინდა? ოჯახ დათევა რა. ოჯახ ძალიან გემრიელი იყო, ძალიან. მიდი მიალაგე შენ ხო ხედავ მე ამცალია მიდი რა მე რატო უნდა მივალაგო კეთე? მე მგონი ჩვენ ყავს აქ ისეთი ადამიანი, ვინც ამას მიალაგებს. აი. მეც მოვედი. ეს მე მგონი გრძნობს უკვე თავისი ხოც. აი აქ როგორც ყოველთვის გაშლილი გვაქვს უფრო ხო? მოყვან ბრძანებელიც. ვახნა დაიწყე მოგლეთ მაღაზიის თანამფლობელების კრებას გახსნილად ვაცხადებ. აი მინდა გავუწყოთ ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. აბა ამ თვეში ჩვენი მაღაზია მოგებაზე წავიდა. ხო ვამბობდი აი მე კეთევან ეს ამბავი უნდა აღვნიშნოთ რა. მიდი აბა ხინკალი მწოდი ქაბაბი დაყარე, მიდი. წაგვიყვანა წაგებაზე ისე გაჩუმდი ახლა ერთი წუთი ვახო გიხვიცები მითხარი ხო ყველაფერი კარგად იქნება ხო ესე იგი ვახუნა კეთევან ყველაფერი კარგად იქნებოდა. აი ეს რვეულები რო არ არსებობდეს. ეგრე რვეულები. ეს არის ვალების რვეული, ეგრეთ წოდებული ნისიების რვეული. ეხ მაჩვენი აბა. რამდენიც გინდა? მოიჭერა ეს. დრაგინდა ცოტა აქ.
ტომი მესამე? იქ სულ მოიცადე მათ ჩვენ ერთი წუთი. აჰა, ესე იგი, შეხედე, მათე პირველი წერია გამოჭიმულია მათე. ესე იგი, მათე პირველი გვერდი, მათე მეორე, მათე, სულ მათე და ამას გადახდა არ უნდა კეთილო. მე ვუთხარი არ გაჭრა, ვახო მუთხრა არ გაჭრა, ქეთევანმა უთხრა არ გაჭრა. მე არ ვიცი რამ უნდა გაჭრას. მე თამარ ხო ხედავ ეს ქალები რო ელაპარაკებით, არაფერი გამოდიო. დაველაპარაკები მე. ყოჩახ შედრა, ყოჩახ. მე მომიწონა. თამარ, ნახე თამარ. აგერ მათე ეზოში დგას. და ხუწევს. კარგი თამრი ახლა არ მოიშალო ნერვები. მათე! ვალი რომის უნდა დააბრუნო. აი მე შეხედე რა თავხედია. 5 ლარი მომეცი და გეტყვიო. ამას შეხედე, რა ერთი ამას შეხედე. მეცინებას კი მერის ბიჭსაც ქონია ვალი და თვითონ მერისაც. ხალი ამბავია. უნდა დაავურეკო, მე არ შემიძლია. მე სად მაქვს ამდენი ნერვების მოშლის დრო ან თავი ან არ ვიცი მე რა ქვეყნის საქმე მაქვს. ეხლა დაავურეკავ და ავუხსნი მე რაშიც არის საქმე. მოიცადე ერთი წუთი. ალო მერი გამარჯობა. გამარჯობა ხო ქეთევანი ვარ ღლონტი, როგორ ხარ? ხო. ჩვენც გადასარი ვართ ყველანი, არა ჩვეულებრივად. კი, მოგიკითხავ კი ყველას. მერიკო მომისმინე ახლა რაშია საქმე ჩემო საყვარელო. შენმა ბიჭმა ჩვენს მაღაზიაში ისესხა სიგარეტი. ვაი, რა მოხდა? ვაი მე თამრი. რა? მერის არ ცოდნია რომ ლევანიკო სიგარეტს ეწევა. ვაი მე რა გავაკეთო? ვაი მერი გემუდარები, მერი გეხვეწები არ ეჭხუბო ბავშვს. მერი გემუდარები არ ეჭხუბო ბაჭიას გული არ წაუვიდეს. გემუდარები, მოეფერე ბაჭიას. მერიკო, მერი ისე იცი რა ჩემო კარგო, შენც გაქვს ჩვენთან ვალი 10 ლარი. ხო, და ერთად გადაიხადე ჩვენ და ბაჭიამ, ხო? რა? ჩვენ გვაქვს შენი 40 ლარი ვალი? ვაიმე, მერი რა სისულელია ახლა, როცა გექნება და როცა მოგინდება, მაშინ მოიტანე ეს ფული. ჩვენ ახლა უცხოები ხوار ვართ, მერიკო. ხო, კარგად იყავი, მეჩქარება, კარგი. ვაიმე, ეგ ვინ ყოფილა? ესე იგი მე არ მახსოვდა და იმას როგორ ახსოვდა? ჟმოტია. მაიმუნი, ეგ და ლევანიც ორივე მაიმუნები. ბაჭი. ყოჩახ, ესე იგი, ყოჩახ დათოს. ნახე, ვალი არ ქონია, საერთოდ არ წერია. რა? აქ ნახე აქ. მე-6 ტომში ნახე. რა, ვარ მართლა აქ? ნახე. თუიმე, აქ სულ დათო წერია. ბიჭებო, მე არ მაქვს დათოს, ვიცი რა, არ მგონია დათომ რომ გვიღალატოს. დათო ვალს მოიტანს, გადაიხდეს. მაგი ახლა აქედან სად წავა, სად გაგვეპარება? ვერსად ვერ დაგვემარება. ვაიმე, მე ახლა იცი რას ვიზა. ირაკლისთან გავალ და ვეთქვი რომ ვალი გადაიხადოს. მოიცა თამარ, მოიცა რა ირაკლის არ აქვს ვალი. რა მნიშვნელობა აქვს? დათოს ხო აქვს? ხო, ახლა დათო და ირაკლი დამგალხო, ვერ გავიგე. ისე იცი რა არის, ირაკლის ნამდვილად არ გამოვართმევდი ფულს, იცი, მაგრამ ვაიმე ქარვასლაში ისეთი ლამაზი ბალეტკები ვნახე, ვაიმე ძალიან დიდი ბოდიში ირაკლი რა. მე ხა იცი რას ვიზა? რაბა? შევალ და ვეთყვი რომ მომცეს ფული გადაიხადოს. თუ გინდა შენ შედი, კეთი. რატომაც არა, მე შევალ, ერთი წუთი გამატარე. შეხვიდოდი. შენ უფრო კარგად ყვირი. ვარ შენაკლებ. კარგი ახლა რა ლაპარაკეთ? რა? აფრიალე თან ვალი ხო და არაფერს არ აკეთებენ. არ უნდა გავიზეს. შედი, მიდი შენთან შევიდე. ვაჯერ უნდა გამეკეთებინა. მაგრამ მარტო 3 ჯერ შევწელი. უნდა გამოვასწორო. სანდრო, რა გჭირს? რაზე ფიქრობ? კუნთებზე. რა კუნთებზე? მუსკულები რა. მე რა მუსკულები, სანდრო, ვერ გავიგეთ, გაგვაგებინე. რა ვერ გაიგეთ, მინდა რომ უნდა მქონდეს მუსკულები. აი მე სანდრო, ხო გითხარი არა, მზეში ნუ დადიხარ ქუდის გარეშე მეთქი თორე ნახე რა დაგემართა რა. რა ქუდის გარეშე, სალომე, რა დოკუმენტურ ფილმს იგებენ გლადიატორებზე და მე დამტკიცეს როლზე. აბა, მომოთ ისეთი კუნთები მჭირდება რა, იცი რა, მithres დღეში 800 დვა უნდა გააკეთო, მე ჯერ მაგდას ვერ ვაკეთებ, 3-ს ვაკეთებ, მაგრამ გამოვასწორებ და მე მაქსიმუს. კარგი ხო, მოგიტანო რამე? კი, რა გაქვს ისეთი მძიმე?
სანდრო. არა, კარგი, აბა რა უქნა, რა მოვიფიქრო. და სანდრო რა ისეთი მე ძიმეზე რომ მიფიქრო? რა მძიმეზე ვიფიქრე, რა მძიმეზე ვიფიქრე. სანდრო იცი რა უნდა ქნა? ადექნა ფიტნეს დარბაზში იარე. რა ფიტნეს დარბაზი, სალომე, გოგო კი არა, მე უფრო ტრენაჟორები რა. და სახლში ვარჯიში რა პრობლემაა? აბა ღლონტებმა მომწეს სინდი კროუფორდის ვარჯიში. მაგრამ მე უფრო სწრაფად მინდა რომ ეს კუნთები დამეყაროს რა. იცი რა უნდა ქნა? ეხლა მე გასწავლი შენ როგორ ჯერ დაიწყე ის მსუბუქი ვარჯიშით, ანუ აი ჩვენი სალომე. აწია ხოლმე სალომე. მე ცოტა გაართულე, ადი ღლონტებთან და აწია ხოლმე ვახო. მე სანდრო ბოლო ეტაპია ლაშა. აი ლაშას რო აწევ, აი შენზე მაგარი გლადიატორი, აი არავინ არ იქნება, აი ნახე. ხო, თან მაგარია ჰანტელებიც გექნება ერთ ხელში ქეთევანი, მეორეში თამარი და კარგი, დამცინეთ და ნახე ცოტა ხანში რა. რა, მოდი აბა ერთი. მოდი აბა. ვა, მოდი. მოდი. შენ ეგრე ძოლისთვის მზად არ ვარ. მანახე. ოაი. სანდრო, რა საკეთე? აიმე, სანდრო, მომეცი, სირცხვილია, ვის გაუგია ლუდებით? აბა რა უქნა? რა უქნა და დიახ, გამარ. კი, ბოცვერებისთვის დიდი პარტია წამლები უკვე გამოვიწერეთ. კი, არა, არ დამვიწყებია ტროპიკული დღეები. დიახ, დღესვე. კარგი. რა უყვამ ტროპიკულ დღეებს ვერ გავიგე. რაღაცა კლიმატი ჭირდება განსაკუთრებული და სად ნახო ვერ ხვდები. რამე ტროპიკულზე რო იფიქრო? აგე? არ გამომივიდა? არა. აი. მოქალაქე. მოდი იქით გადაბრძანეთ რა. ჯერ მაინც ყელა. მაგრამ ცოტა გააგრილა. აჰა, კარგია. აი ესე. კასკადი გულზე დათო ალექსიძე. ირაკლი. ნახე? რა ვიყიდე ირა? აი ესე. დათო? ო, ეს ის არის, რაც მე მგონია? დიახ, ის არის კონდიციონერი ზანუსი. იყიდე. ფული საიდან ქონდა? კარგი ირაკლი, და გერმანიაში ვიყიდე საათი, გახსოვს ძირად ღირებული რო ვიყიდე საათი. გავყიდე მე ის და აი ეს ვიყიდე იმ მაღაზიაში ხოთაშუში სადაც შენ ტელევიზორი იყიდე ევროტექნიკს. დიახ. ვა! ხოჭახ დათუჩა რა. აი ხო შეგძლებია რა, როცა კიდე აზროვნება ნორმალურად ჰემისფეროების ჩართვა ერთი მეორის ნორმალურად მოქცევა. მეცაც გეტყვი. აბა, ოქრო ხარ. და ბრილიანტი ხარ. დათუჩა ძალიან გამახარ, ისე გამახარ ეხლა რომ ავფრინდი რაზმიკასთან ვარ სხმოიანთან აფრენ. გინდა უფრო გაგახარო ეხა. უფრო ზემოთ აგაფრინდო ქურდაზეებში გინდა? მიდი აბა. აი ამ კონდიციონერს ჩემს ოთახში ვაკეთებ. ბოროტი და ბოღმა ხარ. მადლობთ ირაკლი ჩხიძე. ხოთაშუში აი ასეთი სიტყვა მინდოთ. მაგრამ რო წარმოვიდგინე როგორი სახე გექნებოდა ამის გამო გადავწყვიტე აი ეს მე კიდე აი ხა ესეთი სახე რო გექნებოდა ეს რა მომეწონა და იმიტომ ვიყიდე ეს უკაცრავად დიდი ბოდიში ცოტა მეჩქარება უცებ დავაყენებ და წავარ კი ბატონო ეს მე თუ გეცლე გამარჯობა ირაკლი ჩხიძე არა აქუშობა ხო რაღაც მინდა გითხრათ ხო მე ვიცი სად უნდა დააყენოთ თქვენ აი ეს კონდიციონერი ერთით უკაცრავად რა შენ ხომ მისხერე ჩემსაც ხელი არაფერს არ ახლო ეს არის ჩემი მუშა და ძალიან თუ ხელი აი გეხები აი ესე ნახება რა არის ეს კონდიციონერი კონდიციონერი ვიყიდე მარიკა და ჩემს ოთახში ვაკენებ დიახ
დიახ და შენ ოღონდ შენ და შენ შვილებს შეგიძლიათ ჩემთან შემოგვიდეთ, გაგიდეთ თქვენი მეუღლის გარდა რა თქმა უნდა. ერთი წუთი ის გეცვალე. მე თუ სწორად გავიგე თქვენ ბრძანეთ რომ მე მეჩქარებაო, ხო? ძალიან კარგი. თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ ამას მე დავაყენებ. მე სულ მილეთის მოდგილე კი არ ვიყავი, გეცვალე, ვიცი ამის დამონტაჟება. ხო და შეგიძლიათ მიბრძანდეთ და მე დავამონტაჟებ ამას. მაიმუნო ფეხა რაღაცა შენ. რა მაიმუნო, რა ექსპლუატატორი ხარ? გითხრა კაცმა მეჩქარებაო, იქნებ რა საქმეა? გაუშვ წავიდეს რა. მე დავამონტაჟებ. მარიკა, შენ ხმარს კითხე, თავი იქ ხარ გონია თავის სამსახურში. მარიკა, ერთი შენათესავს კითხე, თავი იქ ხარ გონია თავის სახში. უყურე ხა? უყურე შენ. კარგით, ეხლა კარგით, სირცხვილია გეოდებათ, ადამიანი უთხარით, სად დაამონტაჟოს და დაამონტაჟებს. კი ბატონო, მითხარით სად დავამონტაჟო? მოდი გინაცვალე, აი აქ შევიტანოთ, მოდი ჩვენ ეს შევიტანოთ. გამოდი, მოიცა, დაცო, ძალიან ხავ რა. აი აქ დავაგებოთ, აი აქ სადმე, ნახე, განიავებს ამ მობძანდი გეცვალე, მობძანდი. აი აქ დავაყენოთ, აი იქ მაგალითად, აი იქ დავაყენოთ, ასე აქ იმას რაზმიკას ხმოიანს რა და მთელი სახლი გრილად აქვს. მე არ ვიცი დაზმკას ყოიანს როგორ აქვს, მე აი იქ დავაყენებ, იმიტომ რომ იქ უნდა დავაყენო. უკაცრავად. გამოდი, კაცო, გამოდი. დიახ, სადმე დავაყენოთ, არ მაინტერესებს. მე მოდი, აი შენ. ვა, მოდი. შედი. შევა. მადლობთ. დიდი მადლობა. კარგად, ნახე მარიკა, ნახე როგორ მომიშალა ნერვები რა. დამაგლიჯა ეს ნერვები. მიდი კაცო, მიდი. გამოდი, უკაცრავად, მიდი. დამაგლიჯა ნერვები რა, დათობა. რა მიკვირს იცი? ასე როგორ დაემსგავსა მამიდამის რა. ცხელა და ბოდავ მე ეხლა კაცო. ბოდავ, ხო შევთავდი, ჩვენ რომ მე რო შაუნაზე ლაპარაკობ, ეს არის ბოდი. ესე იგი, დამიჯერეთ, დიდხანს იმუშავებს ძალიან კარგად. საჭირო სიგრილეზე დავაყენე და პულტი იქ დავდე. დიდი მადლობა. უკვე მე და დიდხანს თუ იმუშავებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი ამ სახში იქნება ძალიან გულგატეხილი და დაბოღმილი და ეს მე აი ეს მსიამოვნებს ძალიან. უკაცრავად. უკაცრავად, კარგად ზარდებოდი. უკაცრავად. არინერვიულო შენ, არინერვიულო ბეღურა, რას უყურებ ამას? მეც ვიყიდი კონდიციონერს და დავაყენებ. უყურე ხა? დაიწყო. მეც ვიყიდი კონდიციონერს. მე რო გადახვდე, კიდევ უნდა გადმომყვე? და გემართლა თქვენ კიდე რა გჭირთ ხალხნო გამოვაღოთ ის კარები და აქაც გააგრილეთ. მართალია. არაფერს არ გამოვაგებ მე. ხო მიგრძელე ჩემ იმას ხელებს არ გამტრებო თუ არ გამოვაგებ ვიქნები ჩემ ოთახში და მოვკიდა ამ კარებს არ შეიძლება ესე მყარდი. მიდი შედი ერთი გაგრილდი რა. შედი მიდი ცხელა აქ ბევრი ვარ ხო ხედავ შედი მიდი. ცხელა? დიახ. ამაგი. კიდე გაგაგრილო? მიდი კაცო ერთი. აი, გამომართვი, ეს არის კონდიციონერის ზანუცის რას სახენ ამას? ინსტრუქცია. ხო და დაიწყე ხელი, გადაშალე 22 გვერდზე და ასე. გააკრილი და განიავდე. 22-ზე რატო? 22-ზე, იმიტომ რომ იქ არის გააკრილების წესი როგორ უნდა გაკრილო. მიდი ერთი რა. ეხლა მე შევლა ბაზარში გადავიღებ შხაფს და მე შევალ ჩემს ოთახში. აი ეს მალბო. პულტი. ხო. კონდიციონერის 16 გრადუსზე დავაყენე. ვეღარ გამურთავს ეხლა და იჯდეს იქ და გაგრილდეს. მოემზადე დათო ალექსიძე მოულოდნელი ზამთარი დაგიდგა. გაშველება, ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? შეხედე რა ხდება აქ რა. ნახო გაარკვია რამე. რა ვიცი, რა ვქნა თამარა, აი ეხლა რაღაცებს რა ვფიქრობ რა ვქნა. აი მე ბახო რა უნდა. რა ხდება, რა ამბავია? ლაშა. რა? ლაშიკო, შენ არ ინერვიულო, ჩემო სიცოცხლე ხო? შენ არ ინერვიულო. იცი, მაცივარი გაფუჭდა და შეიძლება პროდუქტი გაფუჭდეს. რას ლაპარაკობ კეთება? მაცივარ პროდუქტი მოიცადე ეს ხაჭო, არაჟანი, მაწონი ეს ყველაფერი მითანას არაჩვეულებრივი სოსისები, ძეხოული, შაშხები და ეს უგებრიელი სტორტები შეიძლება გაფუჭდეს? ვაიმე ხო.
მე რას უყურებთ ხალხო? მოვიფიქროთ რამე, აი, ხო ამბობდი არა, ლაშა მოა, ყველაფერს მოაგვარებს მეთქი, მოიცადე რა მოხდა, როგორ გაფუჭდა? რა ვიცი, გამყიდველი ამბობს, რომ ესე მაღალი ძაბა მოვარდაო და გადაუწევს ეს. აი, ყველაფერში ბედი გინდა რა, გამყიდველს მაინც დავაბრალებდით. გამყიდველს მაინც დავაბრალებდით. ხო, ისე რაღაცები კი გავატანებ, უჭდებოდა მაინც, ვაი მე კი არ იცის, ისე კოხტა დაუქვითავ ხელფასიდან. ნახოს მე. რა ვიცი, მე მაინც მგონია რომ ყველა ეჭხობეთ ახლა. რა იმის ბრალი, რა გამყიდველის ბრალი იყო ახლა. აი მე არ ვიცი, აბა ეხლა ენერგეტიკის მინისტრს მიერამიან მაჩვენებს რომ გავჩეჩო და რა ვქნა. მოიცადე, ახლა ამდენ ლაპარაკს ჯობია ხელოსანს დაუძახო და მოვიყვანოთ, არა? გააგზავნეს უკვე გამყიდველი და მოიყვანს. ისა, ტაქსის ფული მაინც თუ მეეცით. აი მე ვახუნა ისეც ხელა რომ ტაქსისთვის შემეცოდა და მეტროს ფული მივეცი გრილაი. რა ვიფიქრე იცით ამა? ვახო ხო ალაგებს, ასუფთავებს, აუთოვებს და გაყინვის რეჟიმი არა აქვს. შენ ხო არ გავიჩნდება ვის თქმას ელაპარაკები. გამოდი აქე. ვაშა, თამრი, მოდი თამრი. გახსოვ შენ კახაბრიშვილმა რო გითხრა. კახალ ხორცს რომ მიიღებთ, დამივეკეო. შემატყობინო. მიდი აბა გავაკე. მიდი. ვახო ტელეფონი. ვახო. მომენტი. მოიცადე, მე მოგაწოდ. ნომერი გიწერია. ოჰ, ამას ხო ვერაფრის მიწოდებას ვერ დაასწრებ რა. მიდი აბა. ხო, ხახას ნომერი. ხო, აბა. ხო. კარგია. ალო, კახა. ხო. თამრიკო ვარ. კახა, მივიღეთ ჩვენ მაღაზიაში საქონლის ხორცი. ხო, 8 ლარიღის კილო. ხო, და თუ 80 კილოს საიღებ, 6 ლარად მოგცემთ. ალო. აი მე გაიქიშა. ხო, ეთყობა ის ხაზები გადაიტუთა და მაგის ბრალია. მოიცადე თამრი, ეხლა მე მარიკას დავურეკავ, მოიცადე და მარიკას შევანახინებ, მოიცადე. ალო. მარი, გამარჯობა, როგორ მომენატრე? რა შვები, მარიკა, ხო? მარიკა, შენთან მაცივარში ხორცს შეგვანახინებ? არა. ადგილი არ გაქვს. ირაკლი დამალაპარაკი აბა დაუძახე ირაკლის. ხო, აბა დაუძახე გელოდები. შეხედე რა მინისტრის მოადგილის ცოლია და გამოტენილი აქვს მაცივარი. მე მინისტრის მოადგილის ცოლი როა იყიდოს დიდი მაცივარი. ხო, ირაკლი. ხო, კეთევანი ვარ, ძალიან მომენატრე ირაკლი. ხო, რა შვები შენ აბა? ირაკლი, მომისმინე მე იცი რაღაცა გავიგერო თქვენი სამინისტრო თურმე აპირებთ კეიფს. ხო, მე ახალი ხორცი სად უნდა შეიძინო ირაკლი ჩვენს მაღაზიაში? რა? არ კეიფობთ? აჰა. დადო არ კეიფობთ ირაკლი? ამხელა სამინისტრო ხართ, ეხლა ამდენი ხალხი უფრო შეგიყვარდებათ ერთმანეთი, იკეიფებთ რაღაცა ღვინო, რა ვიცი, მწვადი კაფ. გამითიშა. აი ამხელა პროფესორი კაცია, გამითიშ. თავში აქ ამას ავარდნილი რა. ზუსტად. არ ვიცი რა, მე არ რა ვიცით? მე ახლა ჩუმად ვარ, მაგრამ ცოტა ხანში შემეხვეწებით. ძალიან დაცხარა. აი მე ვახო. მოდი ესენი აქნიე რო არ დადნეს მაგის კნევას. მიდი აქნიე. მიდი. ისევ ჩვენ უნდა ვქნათ რამე, მიდი გამომართ. მიდი. ვაქნიოთ. აბა, ვაქნიოთ. სალომე არა მაცივარში არ შეეტევა მაცივარში. არა, კეთინო მეცხოვ ნახია რა. ეს კაცო რა უბედურება, მეგონი უფრო დამიპატარებდა. უჭირე მან იმეს. ერთი გამაგებინა, რომელმა რეჟისორმა აიყვანა ეს ბიჭი გლადიატორად რა. შეხედე ლომიც არ შეჭა. უფ, გლადიატორი იყო იუზა. ერთხელ გელს შეებრძოლა ტყეში, შიშველი ხელებით, ოხრა ბიჭი იყო იუზა, ვაი. მერე თურმე ამ გელს შეეშინდა და ხეზე ავიდა. იუზასაც თავი დაუნებებია, საწყალია თავს დავანებებო და ესე წამოსულა ესე თავისთვის ჩუმად. როდის იყო ახლა მგელი ხეზე ადიოდა? ეგ ისტორია შემთხვევით პირიქით ხომ არ მომხდა რა? ერთი წუთი. მომისმინე ახლა პეპელა შენ. ადამიანის ნალაპარაკები შენ არ გესმის. ხო და წადი ნახე ის მგელი და მოგიყვება, ვაი.
რამაც აი მე არ ვიცი ხო რა რა ისტორიაც არ უნდა მოყვე, არ არსებობს რომ ამათმა იუზაზე არ გაარჩევოს. აი მე გიჩნო რამდენი პროდუქტი გვიფუჭდება მაღაზიაში წნევამი. აი მე კარგი თამბი კარგი შენ მაღაზია არის ნერვიულო არ ვიცი მაღაზია არ მოიშალო შენ ნერვები ისედაც ხო იცი უამრავი პრობლემა გვაქვს და იმენი პროდუქტი გვიფუჭდება თან როგორ დაცხარ აბა რა მე თანი სიცხელა მანდა მაიც ეხლა დაიწყო სიცხეები რა საშინელება ესე იგი ეს ამინდის პროგნოზის ხალხი აცხადებენ აი წვიმა წამო სად არის წვიმა ყველაფერში ცდებია არაფერი მაგათმა არ იცი ეგენი არიან სინოპტიკოსები აი იუზა რომ გახედა არა აი ესე რომ გახედავდაცას სუზე პირად გეტყო და ხვალ როგორი ამინდი იქნებოდა შინგენეც აი ხო გეუბნები ნებისმიერ თემაზე იუზას გააგზელებენ. მაქსიმოსე აბა აი შენ გლადიატორის მაგილად მასხარა რო იყო კინოში არ გინდა კარგი თამბი გიხვეწები ამაში ნუ მიაქცე ყურადღებას აი მე რა უნდა ვუქნათ ამდენ პროდუქტს მე არ ვიცი აი იუზა მიცოდა პროდუქტის გაფუჭება თუ იცოდა აი მე გააჩუმეთ ახლა ეს გოგო გაჩუმდი რა ხდება ო ვაიმე ხალხო როგორც ხელა. აი ამასაც ვაიმე როგორც ხელა ხალხო. სალომე ხარ ხო შენ? სალომე ლუდი მომეცი რა ძალიან ცუდად ვარ ცივი ლუდი სალომე რა არის ეს ერთი მეყოფა მეორე მომეცი დროზე დროზე მომეცი მეორე ვაიმე ხალხო როგორც ხელა. ვაიმე რა გარია. ვაიმე ირაკლი იცი ლუდთან არის არაჩვეულებრივი მითანას ძეხვი ირაკლი თან ახლა ჩვენს მაღაზიაში გვაქვს რამოდენიმე საათიანი აქცია 82 კილოს თუ იყიდი დოგვი საჩუქრად უფასო კარგი რაკეთო რა. რა იყო? ისედაც ცუდად ავარ, ამიდუღდა ტვინი, მე კიდე სისულელების მოსმენა მინდა კაცო. აი მე ირაკლი იყიდე სანამ დროა, თორე მე გაფუჭებული სყიდვა მოგიწევს. აი გააჩერეთ. ბატონო? ირა, აი მე ნახე რა, აბა, მითხარი. მოგითხრა. მოგწონს შევიკუნთები? შვარცნეგერი და სტალონე. მანახე. მეორე მანახე. ეს არის შვარცნეგერი და სტალონე, სანდრო. ეს უფრო თამარი და ქეთევანია. არა, მოიცა ეგრე არა? ეგრე. მოდი ერთი ხელი გადავწიოთ. ვაიმე, სანდრო, ცუდად ვარ, დამანერე. ცუდად მოდი ხელი გადავწიოთ. ვაიმე, ხელის გადაწევა იცოდა იუზა. შეგეშინდა, ხო? მოდი ერთი, მოდი გეხვეწა. ცუდად ვარ, სანდრო, რა, ხო შეიძლება რა? შიშარა. მოდი გეხვეწა. არ დამანებებ ხო თავს, მოდი, მომკიდე, მოდი. და რა მაგარი ხარ, სანდრო? ვაიმე მეთქინა. ვაიმე რა მაგარი ხარ. აი მომიგე, შენნაირი მაგარი არავინ არ მინდა. არა, მეც არავინ არ შეხვედრია ჯერ. ბასო, დათოა მოსაკლავია. ამას რას ვეცი, ჩემი დათო. დათო. იყიდა კონდიციონერი. უთხარი კაცო დავაყენოთ დიდ ოთახში, შემოსასვლელში გავაღოთ ხარებები და გააგრილებს თელ სახს. 100-ია ყველა ჩვენ მეზობელს, ჩვენ იმაზე თავზე ჩვენ ქვემოთ. არა, იხო ჯიუტია. აიღო ეს კონდიციონერი და დაამონტაჟა თავის ოთახში. დაკეტილია კარი, არ გამოდია. ახლა რა ხდება? თან მე რა ვქი? ირაკლი. ასე მიდე. ვაიმე, ეს არის კონდიციონერი 16 გრადუსზე მაქვს იქ. ხო და ისე არის დამონტაჟებული ეს კონდიციონერი რა რომ ვერანაირად ვერ გამორთავს რა შუქით ვარ ჩაკვრა ვერ გამორთავს ხო და რა ხდება ახლა იმასთან იყინება ყველაფერი ჩემთან არის პაპანაკება სიცხე აი ასე იყინება რა თქვი პაპანაკება სიცხეაო? მოიცე ხარ რომელს გაგცეთ პასუხი ერთდროულად გეტყვით თამრიკოს იქ ცხელა აქ ყინვაა ეს იგი დათოსთან ოთახში იყინება ყველაფერი ხო პროფესორო დათოს ხო ჩვენი ვალი ქვეყნის ხო და მე ხლა დათოს ვნახავ შევუთანხმდები რომ პროდუქტი დაგვეწყობინოს ოთახში ჩათვალოს რომ ვალი აღარა აქვს ამათ შეხედე ამ კომერსანტებს ამათ უყურე ой მომისმინეთ პროქტორ და გემბელ ეს რა ქვია მე არ მეკითხებით
ირაკლი, მე შეგეკითხები თუ შეიძლება. ესე იგი ცხელაო პაპანაკება როგორც უკვე მეშინია ანანო. ნუ გეშინია ირაკლი. მე კიდე ტროპიკული ხეები მიხმება ირაკლი. ირაკლი, გეხვეწები, თქვენთან დავდგავ რა რამდენი დროებით. დადგა. მე ხوار წამოვიღო, ჩემი ხო არა ვიღო ეს ტროპიკული მცენარეები და თქვენი პროდუქტები 82 კილომეტანა მე ხო არა ვიტანო. სანდრო, შენ ხო გინდა რომ კუნთები გაგეზარდოს, ხო? ხო და წამოხდეთ, კუნთები აგვატანო. ჩემი სანდრო კარგი ვიცი. ეს რა დღეში ვარ რა. ვაიმე, ხალხო რა გრილია ეს. ვაიმე დედა, ცუდად ვარ, ცუდად გამოვშრი მარიკულა. ვაიმე როგორც ხელა. აი დათოს ოთახში კი ძალიან ცივა. ხო. ეცი პულტი ცოდოა. არაფერი არ მოუვა, ცოტა ხანი იყოს სიცივეში და ჭუას ისწავლის. მე ვაშკაცი ვარ. მე სიცხე შემაშინებს პირიქით მე ისე ვარ, მხნეთ ვარ. საფხულია ცხელა, ბუღი აზდის ქალაქს. ზამთარია, სიცივეა. ერთი წუთი ჩუმა. მარიკა გამარჯობა. ეს მცენარე ცოტა ხანი უნდა იყოს თქვენთან. ირაკლის უკვე მოველაპარაკე ჩვენთანო სიცხეო და ამას კიდე სიცხე უყვარს მარიკა და აი დავდგათ ხო შუაში და ესე იდგეს აქ ცოტა ხანი რამდენიმე დღე. იგი სიცხე თუ უყვარს სანანო დატოვე იგი. და შემთხვევით ესეთი აჯაფსანდალიც ხომ არ უყვარს? არა აჯაფსანდალი არ მგონი. არა ვაკეთებ და მე თქვი გავასინჯებდი და. გამარჯობა ანანო. გამარჯობა მცენარე. მე დათრას გავხარ. გამარჯობა მარიკა. საათი რომელია საათი ხوارიც? ხა დაიწყო. ეხა დაიწყო? ხო ხედა ჩემი საათი გაიყინა ალბათ. არ გეხოცები რა ჩაი ამიდუღე და შემომიტანე და ცხელი ჩაი. მე შემოვნება ძალიან. ემე. ენა. მეგობარი მოიყვანა შენი? ой, ეს მცენარე ირაკლი ბარში რო გეუბნებოდი ხო? ამის ენერგიები ჩამომიტანეს ბათუმიდან. ხო და მე კიდე უნდა მოვუარო, მე ხდიდან სანამ მე შევძლებ, მანამდე ცოტა ხანი აქ იყოს. ხო შევძლებ. არა, იყოს, პრობლემა არ არის, მაგრამ ბათუმიდან რო არის ცოტა მეშინი. რატო და ფესვები არ გაიდგას აქ და მე ვეღარ ამოვთხები ამას მე ამის წარე გამოცდილება მაქვს. არა, ირაკლი ეს იცი რა კარგია და თან სახს გილამაზე თქულაკი არ დგას. აბა ცოტა ყურადღება უნდა გოთ იცით რა ამან იცის მოწყენა და არ მოაწყინოთ კარგით. არა, ანანო, ნუ ღელავ შენ. საღამოს კარგი ფილმია და ვაყურებინებთ ფილმს გაერთობა. მე უფრო გვიან ირაკლი თავის სამინისტროს ამბებს მოუყვება და გაერთობა მე მგონი. ვაი, მე მარიკა ესე თუ მიხედავთ სწავლ ხა სხვებსაც მოვიდა. რა? ხო, აბა ირაკლი 11-ია კიდე ესეთი სულ 12 ჩამოვიდა და თქვენ გეხალისებათ ეთყობა და ეხლა მე მოვიდა და არინე მოვალ, ეხლა მე მოვალ. ნერვიულობ დროზე ქენი. არ უნდა მეთქვა ხო? კარგი რა, მარიკა რა, კარგი რა, რას გაპრებს და რა ის სამინისტროს ამბებს. ეხლა წავა და მოიტანს კიდე დანარჩენებს და ერთი დაკიდული ბაღები გამაკლია ამ სამში. ირაკლი, იცი რა ვიფიქრე ახლა? აი ეს სცენარი ხო გვაქვს უკვე აქ, არა? ეხლა ანანო მოიტანს კიდე დანარჩენებს. 11-ს ხო კიდე? 11-ს კიდე. ხო და მე ვიფიქრე რომ ესე იგი ვთხოვ ანანოს რომ ორი კვირა დატოვოს ეს სცენარები, მე ვთხოვ რომ ზღვაც მოიტანოს აქ ჩვენთან და აღარ დაგჭირდება ჩვენ დასასვენებლად წასვლა ირაკლი. აი მე ცხელა ხო ძალიან? ნუ ღელა. ბიჭო. რა ცოლი გამიგიჟეს?
მარიკა, მიდი ერთი დაუძახე იმ ესკიმოს გამოვიდეს. მიდი და შეურიგდები, მიდი. მიდი. ესკიმოს ხო? ხო. ვიფიქრე შეურიგდები მე და არ შეგრიგდები ახლა. დაიხურუკე მანდ. მარიკა, ის თბილი პლენი შემომტენ ძალიან გთხოვდა. თან ახლა პლენს გაცფეს ცოტა. მიდი, შეუტან, გათფეს, რაკნას აბა, რაკნას, ცივა იქ მაგის ბრალი ხო არ არის. გათფეს, მიდი, 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 მიდი გენაცვალე, მიდი. მე ვიცი ახლა შენ როგორ გამოგიტყუებ მაქეთ. ოცილავე დღეს დავახურდა ესენი. ასე. აი, ირაკლი რაში ხარ ჯავაბდნენ. აი, ასე. მარიკა! ბევრი ფული დავდე მე მაგიდაზე სულ 20 ლარიანებია და შენ გამოდი და აიღე. მადლობა ირაკლი, შეიძლება დიდი მადლობა. გამოდი აქეთ. გამოდი, უყური ამას. მომინდო მაგ. ამას ხო? დათო ეს არ მინდა მარიკა რა თბილი მინდა რა. მომეცია. გავატარე. უყური შენ ამას. კიდე რო იწურებს აქ. რასაც გაწლეველი საიღე. მაიმუნი ეს მაგაკა. გორილა, არ მინდა მე. ვაიმე მოასწრო გაგრილება მარიკა. მოდი სანდრო, მოდი. ნუ ზოზინებ, ეხლა მოდი და შეიტანე პირდაპირ ჩემი დათუნას ოთახში. მოიცა, ერთუთ, კეთევან, მე რა ხდება, მეტყვით მე. დათუნას შევუთანხმდით, მის ოთახში ყინავს და იქ დავაწყობ პროდუქტს. მოიცა, იცის დათო? დათო მიცის ვალში გამოვუქვითავთ. ეს რა ლამაზია. აჰა. ესე იგი რა გამაგიჟებთ თქვენ მე რა. სახლი კი არა, ფოთია რა. ცხელა ეგზოტიკური მცენარეც მაქვს და აქ გამიხსნეს თავისუფალი ეკონომიკური ზონა კიდე. უნდა მაგას, აგინდა რა. რა, ჩემი კუნთები. კუნთები. რაიმე, სანდრო, მიდი შენ ხა ჩაირბინე, 5 ამოიტანე და უფრო გაგეზრდება ეგ კუნთები, მიდი. ერთი წუთი გენაცვალე, ერთი წუთი შენ ხა კუნთებს და ეს მაინც მედიცინასთან არის დაკავშირებული ყველაფერი და ამაში ვის უფრო უჯერებ, მედიცინის დოქტორს თუ ამ წრიპას? რა? მე მეუბნები, ის თუ კადრა, მარიკა, არამის ცხოვრებაში რო კადრებია, ესეთი რაღაცა გაგიჟდა მე მგონი. დაჯექი მე გასწავლე, აიღე ეს გაზეთი, აიღე. კუნთები ხო გინდა? მიდი აქ ნია. მიდი. აია. მარიკა არა დუღდა ის ჩაი, შემომიტანე რა, გავი. გაიგინე? ღირსი. ღირსი მა? დიახ. ღირსი ვა პატუცემულო. პატუცემულო ღირსი. ვიფიქრე საჩუქარს გავუკეთებ მე გირაკი ჩხეიცეს თუ მაგრამ არაფერსაც არ გაგიკეთებ მეში. კეთება. ბატონო ხო რა? ჭკვიანი ხალი ხარ. არ გეწინოს ახლა ის აიყო ტრიპა იყო ხუმრობა რა მოგივიდა კაცო ექსპრომტი არ გაგიკეთები არა დრო. ესე იგი ამან წარუმატებელმა უსაკურმა ხატვარმა რა უნდა მაჩუქოს მე მედიცინის დოქტორს, პროფესორს და მინისტრის მოადგილეს. გეკითხებით აქნე სანდრო უკვე აგეცე გაგვიდა. რა უნდა გაჩუქო? ხო. რა უნდა გაჩუქო? რა უნდა მაჩუქო? რა ვიცი, აბა. სტუბრები გყავთ? გაუღე მარიკა. მოვიდნენ სტუბრები ხომ? დაჯექი კაცო რა, სტუბრები არა ის. არ ვიცი, რა ვიცი.
უკაცრავად ისევ მე ვარ. დიახ. ისე თქვენ ხართ, გამარჯობა, სულ შეეცვლილ ხარ განაცვლი. მეც ის ვარ დილას რო ვიყავი აქ, სასიამოვნოა. რა ხდება? უკან მიგავთ ხო კონდიციონერი ვერ გადაიხადა ბიჭმა, ხო? არა, მეორე მოვიტანეთ. ძალიან დიდი ბოდიში ცოტა დაგვაგვიანდა, ძალიან ბევრი გამოძახება იყო და უფრო ადრე ვერ მოვახერხე და ვერ მოვიტანე. დათო. ჩერი კაცი. უკაცრავად. სად ვაყენებთ? სად ვაყენებთ? ეხლა. აი აქ. ასე უკაცრავად. ერთი წუთით. მე კეთევანი ვარ. მადლესით უგულოგებია. ძალიან სასიამოვნოა, იცით რა მიკვირს და არ შემიძლია რომ არ გითხრათ. ეს ოჯახი დღეში 2 კონდენსიონერს ყიდულობს და 10 კილო ხორცის ყიდვა არ უნდათ. აი ძალიან გაკვირვეთ, თქვენ არ ხართ გაოცებული. შემოვიდა. კი ბატონო, მე თვითონ გაგიღებთ კარს. დათუჩა. აჰა. დარგი რა. გამაკვირვე რა გამოუცი და მართლა ესეთი უგულო გეკონე კაცო. კარგი და რათი ვერ შემისწავლე ამდენი. ხო, შეგისწავლე. აი დააკიდე ზემოდან ქვემოთ. ხო. ირაკლი, ხო ხედავ ჩვენი დათუნა როგორი კეთილია და შენც გაუკეთე, კარგი ირაკლი, საჩუქარი. უყიდე მითანას ფანტასტიკური ძეხვები, ირაკლი დააჩუ. ხო. რა მითანა? რა იყო? მე ჩემ დათუჩას საათი უნდა ვაჩუქო. საათი? გლადიატორ, წამოდი შენ ახლა მომატანი და ისინი დანარჩენი რაღაცები კიდე აქ უკვე კარგად გაყინავს ამ ოთახშიც, აქ დავაწყობთ რძის ნაწარმს. ვაში გინასონ. ვაში გაიხარე. ვაიმე რა კარგია, ვაიმე როგორ უბერავს მარიკა. ეს რა ბედნიერებაა, ვაიმე რა კარგია. ვაიმე მარიკა ლუდი გვაყიდე. გვაქვს ირაკლი, მაგრამ ისე ხო აღარ ცხელა ეხა და არ დალიო მე. არა მარიკა, მე არა, გამატარე, ჩემი დათუჩა არის აბაზანაში. ხო და რო გამოვა აბაზანიდან ცივი ლუდი ეს სიამოვნება, ჩემ დათუჩას უნდა შეუტანო. ბატონო საშა, მობრძანდით. აქ მობრძანდით, ბატონო საშა. ეს იგი ბატონო საშა, როგორც შევთანხმდით, თუ 5 კილოს აიღებთ, იაფად მოგცემთ. თანახმავარ. აჰა. ოღონდ ბეჭის ნაჭერი. აი ბეჭის ნაჭერი ცოტა ძვირი ღირს. ხო, რა ვიცი რაღაც. მარიკა, საქონლის ხორცი სად გვაქვს? ესე იგი, საქონლის ხორცი გვაქვს იქით, დათოს ოთახში. აქ გადავწყვიტეთ რძის პროდუქტი, რძის ნაწარმი და აი ეგზოტიკური მცენარეები კი. წამოგზავნით ბატონო საშა, მოდი აბარჩინოთ. თავი შენ შეიყვანე, ბატონი საშა. მარიკა, 50 ლარიანის ხურდა გაქვს შენა? ჩეკი უნდა? უნდა ჩეკი, რომ მე ხო იცი, მაინც შარი არ მოგდოს რა, ჩეკი როგორ არ უნდა. მიდი აბა მარიკა, მიდი. აი, აჰა. ფაინე მარიკა. ყოჩახ მარიკა, იცი? აი, რაღაც ფანტასტიკურად მუშაობ მარიკა, იცი ძალიან კმაყოფილი. მარიკა, იცი უნდა გითხრა, ხო იცი ჩემი მეგობარი ხარ და ძალიან მიყვარხარ. არ მომწონს მაღაზიაში გამყიდველი. რაღაც ვერ მუშაობს კარგად, არაფრის აზრზე არ არის და შენ ხო არ დაიწყებდი მარიკა მუშაობას? ვაფიქრები. იცი რა მარიკა ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ რომ იცი რა ამ თვეში ცოტა წაგებაზე ვართ და იმ თვიდან ხელფასზეც დავილაპარაკო. არ არის პრობლემა. შევთანხმდით? შევთანხმდით. აბა რა. მარიკა